მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო. დედამიწაზე არსებობს ძალიან ბევრი ადგილი, სადაც ხალხი არ ცხოვრობს და მიტოვებულია. ასევე ამ ადგილებს აქვთ საინტერესო და გასაოცარი ისტორია. ახლა კი ვისაუბრებთ 5 მიტოვებულ ადგილზე. ნომერი 1: ანგკორი. მე-13 საუკუნეების ხუთმოწყვრული კომპლექსი სიემ რეაპის მახლობლად კამბოჯაში მდებარეობს. ანგკორი ერთ-ერთი უდიდესი ძველი იმპერიაა, რომელიც მოიცავს 400 მეტრ კვადრატზე მეტს თავის ჯუნგლებით. თავარ ტაძარს გარს ერტყმის ტერასებად განლაგებული სვეტებიანი გალერეების 3 მწკრივი. მისი ბარიონის 54 და ჭიშკრის 5 კოშკი შემკულია ადამიანების 2.4 მეტრიანი სკულპტურული სახეებით. ანგკორში უხვად არის გამოყენებული ქვაში ნაკვეთი რელიეფი. ტაძრების გალერეების კედლები შემკულია ბატალური და საყოფაცხოვრებო სცენების ამსახველი მოხატულობით. ნომერი 2: პალმირა. უძველესი არამეული ქალაქი თანამედროვე სირიის ცენტრალურ ნაწილში, პალმირა უძველეს დროიდანვე უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებდა. ქალაქიდან 215 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი დამასკო, ხოლო 180 კილომეტრში მდინარე ეუფრატზე არსებული ქალაქი დიერ ეს-ზორი. ეს ადგილი უკვე საუკუნეებია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მთელ სირიის უდაბნოში. პალმირა განიცდიდა ბერძნულ, რომაულ და სპარსულ ცივილიზაციის გავლენას, რაც აქ არსებულ ნასახლარებზე და ტაძრებზე მკვეთრად აისახება. ნომერი 3: ტროა. ტროა გახლავთ ერთ-ერთი ლეგენდარული ქალაქი, რომელიც ცნობილია ტროას ომის ციკლში, ილიადაში, ჰომეროსის ძველ ბერძნულ ეპოსში. ეს ერთ-ერთი არქეოლოგიური მიდამოა ანატოლიაში. მდებარეობს ჰეროსის მიერ აღწერილ ადგილას ზღვის პირას, დარანდელის სრუტის სამხრეთში, მთა იდას ქვეშ. ახალი ქალაქი ილიუმი დაფუძნდა ლეგენდარული ილიონის ანუ ტროას ადგილას, რომის იმპერატორ ავგუსტის მმართველობის პერიოდში. ხელსაყრელი მდებარეობის წყალობით ქალაქი საკმაოდ მდიდარი იყო, თუმცა კონსტანტინოპოლის დაარსების შემდეგ ბიზანტიის პერიოდში ის თანდათან დაკნინდა. 1860 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა ამ ადგილას არქეოლოგიური გათხრები წამოიწყო. გათხრების შედეგად აღმოაჩინა ერთი მეორის შემდეგ აშენებული რამდენიმე ქალაქი. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ქალაქი ჰომეროსის ტროად იქნა მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი დასკვნა საკამათოა, ამ ადგილის იდენტიფიკაცია შესაძლებელი გახდა ჰიტიტურ ტექსტებში ქალაქვილუსად. ილიონი ანუ ვილიონი, ამ სახელის ბერძნული ვარიანტი უნდა ყოფილიყო. 1998 წელს ტროა შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ნომერი 4: პალენკე. სახელი პალენკე გახლავთ პირობითი სახელწოდება მაიას ცივილიზაციის უდიდეს ქალაქის ნანგრევების. მდებარეობს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში, ჩიაპასის შტატში. შემონახულია სახლის ნანგრევები ნაგებობათა ჯგუფი, რომელიც მდებარეობს 2 დიდი და 2 პატარა ეზოს გარშემო. პალენკე შესაძლოა განადგურდა მე-9 საუკუნეში, მექსიკის ყურის სანაპიროდან ტომების შემოსევის შედეგად. ნომერი 5: მაჩუ პიქჩუ. ძველი მწვერვალი ინკების კოლუმბამდელი. მე-15 საუკუნის ძეგლი პერუში, კუსკოს რეგიონში, ზღვის დონიდან 2430 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გაშენებულია მდინარე ურუბამბის ხეობის თავზე. არქეოლოგთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მაჩუ პიქჩუ აშენდა როგორც ინკების იმპერატორ პაჩაკუტის მამული. მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ინკების ქალაქის სახელით. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.